მაგრამ მე საგანგებოდ გადაწყვიტე დაგელაპარაკოთ, იმიტომ რომ გული არ მაძლევს უფლებას არ დაგელაპარაკოთ. მე თორნიკე ვერეშვილი ვარ. ეს დარიო რადიოს პირდაპირ ეთერია და მინდა ჩემი გულისკივილი გითხრათ. დღეს გარდაიცვალა ძვირფასი ადამიანი. გიგა არველაძე. და მინდა გაგიზიაროთ ჩემი სათქმელი რა. ბევრმა რამემ გამოიწვია ეს. ჯერ ესეთი მინდა რომ ეს რაღაც ჩემი გულის ნადები გითხრათ. მეორე ერთი იცით რა ეს ჩემი ვალია. ვალდებული ვარ. სხვა გამოსავალი არ არის. აი ეს რო არ გელაპარაკოთ ჩავთვლი რომ არასწორად ჩავთვლი რა. არასწორ საქცილად ჩავთვლი გაჩუმებას. გითხარით ჩემთვის ძვირფასი ადამიანი და ქართველი მეომარი. თუ კი ვინმეს უბრძოლია საქართველოსთვის გიგა არველაძეს უბრძოლია. არეული ლაპარაკი გამომივა, მაგრამ მომიტევეთ და ვეცდები ჩემი სათქმელი გითხრათ. ძალიან წუხარ რომ ბევრმა უნდა თქვას და ბევრმა ვინც იცნობდა გიგას უნდა თქვას მის შესახებ, უნდა თქვას რა არის და გიგა არის ნაწილი ჩვენი რეალობისა, ნაწილი ცხოვრებისა, რაც ჩვენ გამოვიარეთ და ნაწილი იმ სიმართლისა ჭალებში, რომელსაც ჩვენ უყურებთ. და სიმართლე ისე რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავისუფლებას აძლევს შეაფასოს და თავის აზრი გამოთქვას რაღაცაზე რაც არ იცის. ზოგადი ტენდენციები დაუნახავს მოусმენია და იმითი გადაქვს პიროვნებაზე და პიროვნებები ესე არ არის. თეთრი და შავი არ არსებობს რა. ბევრმა რამემ გამოიწვია და ერთ-ერთი იყო გიგას პოსტერი დადო მთავარმა. ცალკე პრეტენზია ამ ტელევიზიასთან მაქვს, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ რა და როგორ გააკეთონ და როდის და პოსტერი დადეს ვერ მოედავები პარტიისცემის ნიშნად, მაგრამ განსაკუთრებით ქორითო წავიკითხე კომენტარები შემზარა ამ ყველაფერმა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ვალდებულად რო გითხრათ ჩემი სათქმელი. ძირითადად კომენტარებში არის გინება ლანძღვა დამონაცება და ასე შემდეგ და რატო ეს არის ხალხი რომელიც გიგას არ იცნობდა. არანაირი შეხება არ ქონიათ და ერთადერთი რეაქცია მათი იყო გამოწვეული იმით რომ პოსტერზე წერია რომ მხედრიონის ერთ-ერთი არ მახსოვს დამაარსებელი თუ მოკლედ მხედრიონი ეწერა. და ამას მოყვა რეაქცია. მე ძალიან არ მესიამოვნა ის რომ ის ხალხი ვინც გიგას იცნობდა შეიძლება იციან სიმართლე და რა და როგორ არის. ვინც გიგას იცნობდა და რაღაცა კონიუნქტურის გამო ართული საჭიროთ ახლა თქვას ან რაღაცა ჩუმდება, ეს კიდევ უფრო საზღარია იმაზე უფრო ვინც გიგას არ იცნობდა და რაღაცა ზოგადი მოვლენის გამო თავის აზრს ქნის რა. ვაი თქვენ პატრონს ვინც გიგას იცნობდით და ხმას ვერ იღებთ. მე კიდე გეტყვით წმინდანი იყო გიგა არველაძე სხვათა შორის დამეცინა მინდოდა ეს რაღაცა მიდუხდა მთელი დღე და მინდოდა ამის თქმა და რომ დაუჯექი და გავხსენით და ნახე არჩილ ხოფერია მოკლა ჩემი ძმა და სამაგალითო მეომარი სინდისე საქართველოში გამოვიდა და თქვა დამასრო სათქმელი და გამეცინა რატო იცი კანონზომიერია არჩილი ყველაფერს დაასწრებს არჩილ სროლად დაგასწრებს და ყველაფერს არჩილ გენაცვალე შემარჯვება და კიდევ ერთხელ იმისი მაგალითი რომ ნამდვილ კაცებს ნამდვილად შეუძლიათ რაღაცის თქმა და მე მინდა უბრალოდ ჩემი ვალი მოვიხატო რა. წმინდანი იყო გიგა არველაძე, ხო ვაჯილმა თქვა რომ ჩემნაირი დაღიანი იყო, ხო და აი დაღიანები ვართ რა. და მინდა ვთქვა რომ წმინდანი იყო გიგა არველაძე. ცხადია, არა, არც ერთი ჩვენგანი წმინდანი არ არის და თავად გიგასთვის რო გეკითხა გაეცინებოდა მისი წმინდაზე და წმინდა რომელზე ლაპარაკი ერთი რა ძალიან კარგი საუბრე და მომყოლი იყო გიგა ბევრს აცინებდა ხალხს თავისი ამბებით და ესეთი ამბავი რომელსაც
შემსწრეც ვარ. გიგას ჰქონდა ძალიან ძნელი პერიოდები თავის ცხოვრებაში. ლოგინად იყო ჩავარდნილი, ცუდად იყო, აღარ სიცოცხლე უნდა და აღარ ცხოვრება უნდა და ძალიან კარგი როლი ითამაშა მაშინ მამა მიქაელმა, დადიოდა გიგასთან, საუბრობდნენ, რაღაც მოატრიალა რაღაც ნორმალური ცხოვრებისკენ და გაგებისკენ და ეს ერთ-ერთი საუბრის დროს მამა მიქაელი ეუბნება გიგას კიდე. ალბათ იყო მაშინ წევს რაღაცა პატარა სკამი დგას, რაღაც ცოტა ღვინო და ისე და საუბრობენ და მამა მიქაელმა უთხრა გიგაო შვილო ისეთი რაღაცები მითხარი რომ ძალიან კარგი იქნებაო რომ ხო ჩემიო ეს გასაგებია მაგრამ მინდაო რომ მეუფე მოვიყვანო და იმასაც მოუყვეო რა და ხო შეიძლებაო და გიგამ უთხრა რაზე პარტივია ჩემთვისო რაზეა ლაპარაკია რომ ცხადია მოიყვანეთ ხო და კარგიო მაშინ შვილო ჩემს მამა მიქაელი ეუბნება გიგას კარგი შვილო მაშინო მეუფე გაბრიელიო ძალიან ისეთი ღვთისმოსავი კაცია და მოვიყვანო და ამის თქმა იყო და გიგას ისე გეაშმეკურად აუთამაშთა თვალები როგორც იცოდა და ეუბნება რომ მამაო ძალიან კარგი იქნება ერთად რომ მოხვალთო რა გამგებია მამა მიქაელი და მეუფე გაბრიელი ერთად რომ მოხვალთო და ცალ-ცალკე კი ბატონო ძალიან რამე მახსენდება ისეთი ხალისიანი და კარგი ჩემი და გიგას ურთიერთობა რა ვიცი საუკეთესო ერთი პერიოდი საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით უახლოესი კონფლიქტიც ქონია ერთმანეთთან რა ვიცი რა არ გაგვივლია ერთად მაგრამ აი როგორც არჩილმა თქვა თანამებრძოლი იყო და ყველას მე ეს ბევრჯერ მithქვამს იმ ხალხს ვისთვისაც საქართველოსთვის უბრძოლია სიცოცხლე დაუდია სასწულზე ვერაფრით საყურდულს ვერ ვეტყვი ვერანაირ გამო დღევანდელი პოლიტიკური შეხედულების ასე შემდეგ გასაგებია ყველაფერი სიმართლეს ვიტყვი მაგრამ სხვა კატეგორიის ხალხია ეს ხალხი ჩემთვის მე მინდა გითხრათ ის ხალხი ვინც აუგად ახსენებთ საქართველოს მეომრებს ცოტა გონსმოდით ძალიან ბევრ თქვენგანს იმდენი იმის მეასედი და მეათედი არ გაუკეთებია საქართველოსთვის რაც გიგა არ ველოდა ცხადია შეცდომებიც იყო და ცხადია ბევრი რამ სხვანაირად უნდა ყოფილიყო და პირველ რიგში მოусმინეთ მის ჩანაწერებს მის მონაყოლს ვინც იცნობ გიგა აღიარებდა და თვალს უსწორებდა ამას ყველაფერს რა და ეს უნდა მოხდეს ხო აი ლევან იმწესო გიგას იმდენი სიბინძურე მიაწერესო ვინც იცნობდით იმისთვის არ ვამბობ მითხარეთ გიგას მიერ დაჩაგრული უსამართლოდ ან რა მოკლედ არ მინდა მასე ლაპარაკი მე მინდა გითხრათ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირია გახსენება თქვა რაღაცა საომარი სიტუაციების აბაუმი გინდა დაგვაძაბუნა და დაგვაჩმორეს ხალხი რატომღაც ასე იგი მთელი ქვეყანა დააჩმორეს და იმაზე ჩივიან რომ საფეხბურთო ნაკრებს мотиваცია აკლეაო რა სასაცილოა სატირალი რო არ იყოს და მე-18 გეტყვით აი ახლა იყო გახსენება როდესაც კალბატონი აზაჩილაჩავა დააკავეს გაგრიდან წამოსული ქალბატონი მაშინ იყო გაგრაზე ლაპარაკი ბადრი ფიცხელანის გახსენება გაგრის დაცვას ვინც ცდილობდა და იმ ბიჭების გიგა იყო გაგრაში და ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია ესა და მე გეტყვით ერთ რამეს ძალიან ხშირად მithავს წუწუნებთ რომ რუსეთ საქართველოს რომ იყო და ჩვენ დავმარცხდით მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში ქართველები დაუმარცხდით ქართველებს რომ ბოლომდე გვეომა ეხა მეტყვით რუსეთს რას მოუგებდიო მამაზე თუ გინდა ვიდებატოთ ვიკამათოთ და რამდენიც გინდა მაშინ სიტუაცია იყო რომ გიგასნაირი გიგასთან რომ დამდგარიყო არ ყოფილიყო ის რაოდენობა რაც იყო მაშინ იმდენი გიგა არ ყოფილიყო გაგრაში და ყოფილიყო 10 ჯერ მეტი და 100 ჯერ მეტი რაც სრულიად შესაძლებელი იყო იმ დროიდან საქართველოში გაგრა არ დაეცემოდა და გიგა ბოლომდე იქ იდგა და სახეში დაიჭრა სახეში დაჭრა რატო ვამახვილებ ყურადღებას ამაზე იცი ფაქტობრივად სიკვდილს არის გადაჭენილი ერთი რაღაცა წამის მიასედით ან 1 მილიმეტრის მიათედით რა სახეში დაჭრა იგივე სიკვდილია ხო უნდა მოკვდეს მეტი სხვაგან ადამიანს და
დაიკარგა გაგრა და დაიკარგა აფხაზეთი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში დროებით და საქართველოს რაც აკლია ეხა ძალიან ბევრი რაც აკლია ეს არის სიმართლისთვის თვალის გასწორება არ შეიძლება თვალის დახუჭვა და აყოლა ყველაფერს სისულელეზე რა არ შეიძლება იმის გამო რაღაცა პოლიტიკური თუ მოდული კონიუნქტურის გამო სიმართლეზე თვალის დახუჭვა არაფრით არ შეიძლება და გიგაცნაირი ადამიანები ბევრი რო იყვნენ უმრავლესობა არასოდეს არ არის ბევრი და მის მაგალითზე რომ მართლა ქართულმა ახალგაზრდობამ მისი მაგალითი გაიზიაროს საქართველო ძალიან წინ იქნება გადარჩება და წინ ივლის დღესაც დღევანდელი სიტუაციაც რა არის გადაუწყვეტლობა გაურისკაობა აბაუმი გინდა ისე მუშაობს ზოგადად რა ვიცი რა გითხრათ მე ძალიან დარდი მაქვს იმისი რომ ბოლო დროს მე წასული ვარ საქართველოსთან გიგასთან ფაქტობრივად აღარ მქონდა ურთიერთობა და რაღაცნაირად დაემთხვა ეს ყველაფერი და გიგა არულაძე აღარ არის ძალიან სამწუხაროა მე კიდევ ერთხელ ვალად ჩავთვალე ჩემ ვალად ამის თქმა იმიტომ რომ გაერკვიეთ რა როდესაც კონკრეტულ ადამიანებს აგინებთ როცა კონკრეტულ ადამიანებს ვაძღავთ გაერკვიეთ და თქვენ თვითონ შეგწყვეტ და კიდევ ამბობ იმათ ვინ გაიჯის არავინ არ ჯის არა განსაჯო ამბობენ ვინც სამხედროებით ყურმოყრით რაღაცა თავისი დასკვნებით უცოდინათ ამას აკეთებს ღმერთმა განსაჯოს ის და უფალი მოკითხავს მაგრამ ისინი ვინც გიგას იცნობდა და კონიუნქტურის გამო ხმას არ იღებენ რა თქვენ პატრონს უბედურს გიგას გაეცინებოდა გიგას არანაირ ჩემი დაცვა აჭირდება ნამდვილად და ყველა ის ვინც რაღაცას ამბობს ერთი მაჩვენა პირისპირ დამჯდარი გიგა არულაძეს როგორ ეთყოდა იგივეს საქართველოს ჭირდება მოემურები საქართველოს ჭირდება ბევრი გიგა არულაძე მე ძალიან არეული ლაპარაკი გამომივიდა დიდი ბოდიში ამაზე ყველაფერს მაგრამ მინდა გითხრათ რომ უსამძივრებ ყველას პირველ რიგში ახლობლებს ოჯახს მეგობრებს ყველას ვინც იცნობდა გიგა არულაძეს და გიგას კი ვეტყვი რომ აუცილებლად შევხვდებით უკეთ საქართველოში და ჩვენთვის კი ვისურვებ რომ კი არ დავემალოთ შეცდომებს არ დავემალოთ ცოდვებს არც დავემალოთ მე მაგალითად არ ვიცი ხა რამდენად მეყოფა ხასიათი და ისე მაგრამ ზათა ვარო ყველაფერს თვალებში შევხედო და ყველა კითხვას უპასუხო ასეთი იყო პირველ რიგში გიგა და მისი მაგალითით და მოდი შავზე თქვა შავი და თეთრი ცილს უნდა დავწამოთ ადამიანებს ცილის წამება ყველაზე ცუდია გიგა მიგიღებს ქართული მიწა მიგიღებს უკეთეს საქართველოს ზეციერი საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარი ყავს საერთოდ ისედაც გიგას ძალიან ბევრი მეგობარი ყავს აქაც იქაც და კიდევ ერთხელ ამბობ შევხვდებით უკეთეს საქართველოში ალბათ დროებით გიგა შენ და შენაერებს გაუმარჯოს და დიდება გმირებს ეს იყო ჩემი სათქმელი